მოგესალმებით, ჩემო მაყურებლებო. გველები გახლავთ ქვეწარმავართა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭვირვალე გარსით. დაფის აპკის და შუაყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სვენას. მოძრაობენ კლავნით, მალების დახრილობის, ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეშვეობით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვს. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია, კვადრატული ქიცვისებრი და ფრთისებრი. სასისა და ზედაყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. ყბები დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას პირის ღრუს მოცულობის გაზრდას. შხამიან გველებს ზედაყბაზე განლაგებული აქვთ მილიანი ან ღარიანი კბილები, რომელიც სადინარით უკავშირდება შხამიან ჯირკვლებს. ყბენის მომენტში საფეთქლის კუნთი იკუმშება, ჯირკვალს აწვება და გამოიყოფა შხამი. გველების შინაგანი ორგანოები წაგრძელებულია. ზოგიერთ სახეობას ერთი ფილტვი აქვს, ან შეიძლება საერთოდაც არ ჰქონდეს. ან უბრალოდ სუსტად ჰქონდეს განვითარებული. შარდის ბუშტი გველებს არ აქვთ. გრძელი გაორკაპებული ენა, რომელსაც ხშირად სრულიად უმართებულად ნესტარს ეძახიან. ის სინამდვილეში შეხებასა და ქიმიური შეგრძნების ორგანოა. ახლა კი ვისაუბრებთ 5 ყველაზე შხამიან გველზე. ნომერი 5, სამეფო კობრა. ყველაზე დიდი შხამიანი გველი მსოფლიოში. ერთი წვეთი შხამი საკმარისია ადამიანის სიკვდილისათვის. რთული დასაჯერებელია, თუმცა სამეფო კობრას შხამის ერთ პორციას 20 ადამიანის ან ერთი დიდი სპილოს მოკლა შეუძლია. ნომერი 4, ლენტისებრი კრაიტი. ლენტისებრი კრაიტი ასპიდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ბინადრობს ინდოეთის ტროპიკებში და სამხრეთ ჩინეთით. ეს გველები ღამით აქტიურობენ და წყალში ცხოვრობენ. მათ მორცხ გველებსაც უწოდებენ, რადგან კუდის ქვეშ თავის მორცხვად დამალვა იციან. ნომერი 3, ფილიპინური კობრა. ფილიპინური კობრა არის ძლიერი შხამიანი კობრა, რომელიც ბინადრობს ფილიპინების ჩრდილო ნაწილში და წარმოადგენს ფურთხავს სახეობას მის გვარში. ეს სახეობა ნადირობს პატარა ძუძუმწოვრებზე, ბაყაყებზე, პატარა ხვლიკებზე და სხვა გველებზეც კი. თაგვები და პატარა ვირთხები წარმოადგენენ მის საყვარელ საკვებს, თუმცა როგორც ითქვა, სხვა გველებზეც ნადირობენ, მათ შორის პატარა სამეფო კობრებზეც. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ფილიპინური კობრას შხამი არის სუფთა ნეოტოქსიკური შხამი და არ შეიცავს კარდიოტოქსინებს. მისი ნაკბენის შედეგად ადამიანს ეწყება თავის ტკივილი, ღებინება, მუცლის ტკივილი, კუჭის აშლილობა, თავბრუს ხვევები და სუნთქვის გართულება. შხამს სჭირდება რამოდენიმე წუთი მსხვერპლის მოსაკლავად. ყველაზე ნაკლები დრო, რაც დასჭირდა, დაფიქსირებულია 30 წამი. ნომერი 2, ვეფხვისებრი გველი. გავრცელებულია ავსტრალიაში, თითქმის მთელს ხმელეთზე, უკიდურესი ჩრდილოეთის გარდა. ეს გველები არიან ძალიან მრავალფეროვანი შეფერილობის მქონე. მათი ზომა აღწევს 2 მეტრს. შეფერილობით ძალიან წააგავს ვეფხვს, ამიტომაც მიიღო მან ეს სახელი. ვეფხვისებრი გველები იკვებებიან ძირითადად თაგვებით და გომბეშოებით. ხანდახან ისინი მიირთმევენ ხვლიკებს და ფრინველებსაც. უყვართ ფრინველების ბუდეებზე თავდასხმა და ჩვეულებრივ 300 გრამზე დიდ ცხოველებზე არ ნადირობენ. ვეფხვისებრი გველები არიან მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებისა, რომლებიც აბალანსებენ სამყაროს ღრღნელების განადგურებით. ვეფხვისებრი გველის შხამი ძალიან ძლიერია. იგი შეიცავს ნეიროტოქსინებს, ჰემოლიზინებს, მიოტოქსინსა და კოაგულანტებს. ეს სახეობა ავსტრალიაში დაცულია და ამ გველის მოკლას ან დაზიანებას მოჰყვება $7,500 დაჯარიმება და ასევე 18 თვიანი პატიმრობა. ნომერი 1, ინდური ტაიპანი.
სოფლიოში ყველაზე შხამიანი გველებში ერთ-ერთია ტაიპანი. მისი სიგრძე 3.5 მეტრს აღწევს. ტაიპანის შხამი ისეთი ძლიერია, რომ ერთი კბენით 100 ადამიანის მოკლა შეუძლია. მისი ნაკბენი 50-ჯერ უფრო შხამიანია ვიდრე კობრასი. იგი გავრცელებულია ავსტრალიის მშრალ ვაკეებში. მის ტოქსიკურ შხამს შეუძლია ადამიანი მოკლას 45 წუთზე ნაკლებ დროში. არ დაგავიწყდეთ, მოიწონეთ ვიდეო, რაც იმედს მომცემს, რომ კვლავ გავაგრძელო საინტერესო ვიდეოების დადება. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.